მოგესალმებით, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ფიქრის აგორა. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება გადასარევი ქალბატონი, მსახიობი, ქალბატონი მარიამ დაბო და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა მას, რომ გვეწვია ის სტუმრად, რომ ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე, იმიტომ ის ნახევრად ქართველი არის დედის მხრიდან და ის ასევე თავს გრძნობს როგორც თავის სამშობლოში. მარიამ, ეს თქვენ დამოკიდებულება მაინტერესებს, რომ ჩამოდიხართ საქართველოში, რა გზნობები გეუფლებათ ხოლმე, როგორც იმიტომ რომ თქვენი ბაბუა იყო დიდი გენერალი კვინიტაძე, რომელსაც რთულ პერიოდში მოუწია აქ ყოფნა, ეს ისტორია ყველა მიცით, როცა ოკუპაციის დროს წითლების რაც მოუწიათ ემიგრაციაში წასვლა საქართველოდან. და თუ რა შთაბეჭდილება გაქვთ რომ ჩამოდიხართ, იმიტომ რომ ბავშვობაში რა ქონდათ დედისგან ჩარჩელი, როგორ წარმოგედგინა და რა თქვენ წარმოდგენას რამდენად ემთხოვდა თქვენი პირველი ვიზიტი საქართველოში, როგორ აღიქვით ეს ქვეყანა, როგორც თქვენი ერთ სამშობლო. გამარჯობა ნიკოშა. გამარჯობა მარია. Depuis que je suis toute petite, სულ პატარაობიდან été à toutes les fêtes georgiennes. დავესწარი ყველა პატარა ზეიმს ან დიდ წვეულებას, რომელიც დიდი ტრადიციული სუფრები იყო ან შეხვედრები რუსულ ან ქართულ აღდგომაზე ეკლესიაში, ანუ გავიზარდე ქართველ ემიგრანტებთან ერთად, რომლებიც პარიზში იყვნენ. იყვნენ ჩემი დეიდები, ჩხეიძები, ოდიშელიძეები და რასაკვირველია ბაბუა, რომელიც ცოცხალი იყო სანამ მე 6-7 წლამდე ვიყავი. ჩემ 6-7 წლამდე ის ცოცხალი იყო. ამიტომ ძალიან ცოცხლად მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს. ძალიან ბევრს ვერთობდით ერთად, მე და ბაბუ. ძალიან კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მე ვთამაშობდი მისი ულვაშებით და წვერებით და მეძახდა მალინკა დუშკას. ის გიჟდებოდა და ძალიან აინტერესებდა ტელევიზია, რადგან დაიბადა როცა არც მანქანები არსებობდა, არც ტელევიზორი. მე კიდე 5-6 წლის რო ვიყავი, აკრული ვიყავი ტელევიზორზე და მოჯადოებული იყო ტელევიზიით. პირველი ასტრონავტები რო გადავიდნენ მთვარეზე, მახსოვს უყურებდა აბსოლუტურად გაოგნებული და მეძახდა და მე კიდე აბსოლუტურად არანაირი რეაქცია არ მქონდა, ჩემთვის საინტერესო ეს არ იყო. კითხულობდა გაზეთებს, ძალიან ცნობის მოყვარე იყო. კითხულობდა გაზეთებს და მე ეძინებოდა ხოლმე თავის სავარძელში. ბაბუს სავარძელში, მისაღებო სახლში, სადაც კვირაობით შატუს სახლში, სადაც ცხოვრობდით. სადილად მოდიოდნენ მეგობრები, როგორც ყველა ქართველებთან არის. ყველა მოდიოდა ბაბუს სანახავად. და მე მასზე საუბრობ ბაბუზე და არა ადამიანზე, კაცზე და არა როგორც სამხედროზე. იუმორის გრძნობა ჰქონდა, ყველას ძალიან უყვარდა, ტემპერამენტიანი ადამიანი იყო. მე კიდევ ვიყავი მისი პატარა კლოუნი. და მოგონებებში ეს მაქვს, რომ ძალიან კარგად ვერთობოდით ერთად. Il est deux fois tombé des escaliers. On avait une maison à 2 étages. მოგონება მაქვს იმაზე, რომ აი ორჯერ ჩამოვარდა კიბიდან. დედა ჩემი ციმსახში ცხოვრობს ახლა, სადაც აი 2 სართული იყო და კიბე ჰქონდა შიდა. პირველად რომ ჩამოვარდა ამ კიბიდან, თავი დაარტყა და სისხლი წამოვიდა. და აი მეორედ რომ ჩამოვარდა, უკვე სისხლის ჩაქცევა დაემართა და გარდაიცვალა. რომ აი რაღაც 96 წლისა იყო, მაგრამ ძალიან კაი ფორმაში იყო, იმიტომ რომ ველოსიპედით კიდე დადიოდა ყოველ შემთხვევაში. J'ai lu un peu les mémoires. მე წავიკითხე მემუარები, მისი მოგონებები. J'ai pas assez de connaissances de grand-papa ici. არ ვიცნობ ბაბუს ისე, როგორც თქვენ აქ იცნობთ საქართველოში, მაგრამ 3 წლის წინ რო ჩამოვედი ფესტივალზე, მარიოთ სასტუმროში ვიყავი. La Légion georgienne. ქართული ლეგიონი მოვიდა. სამხედროები იყვნენ ფორმაში. 12 კაცი იყო, ყვავილები მომართვეს და იყო მთარგმნელი, რომელმაც მომიყვა ბაბუ როგორც სამხედრო, ქართველები როგორ ნიშნებოდნენ მასზე, რადგან ის არ მიუტოვებია თავისი ჯარისკაცები ბოლო წუთამდე.
იქამდე სანამ მენშევიკები თუ ბოლშევიკები ჩამოვიდნენ და ის ბოლო წუთამდე იყო თავის ჯარისკაცების გვერდზე. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, როგორ საუბრობდნენ ეს ოფიციალური ადამიანები ფორმაში ჩაცმულები და ბაბუზე საუბრობდნენ და ლამისარი ტიროდნენ, წრემლები ჰქონდათ თვალზე. მაშინ მივხვდი, როგორ ბაბუს აქ სხვა ადამიანად იცნობდნენ ვიდრე მე. მე საქართველოში პირველად ჩამოვედი რამოდენიმე წლის შემდეგ სამოქალაქო ომის მერე და ცხოვრობდი ძველ ქალაქში. შუქი სულ მიდი-მოდიოდა და ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა ქუჩაში. ეს სამოქალაქო ომის მერე რაღაც შიში იყო ხალხში. და ბევრი ნანგრევები იყო, ბევრი სახლები იყო მიტოვებული. une angoisse qu'on sentait chez les gens cette guerre civile, mais en même temps il y avait un désir j'ai senti une affinité avec la donc il y a quelque chose que j'ai senti en venant ici avec les gens. ანუ რაღაც ვიგრძენი ქართველებთან რაღაცა სიახლოვე. Il y a un rythme que les gens მაგრამ პირველი რაც quand ils marchent dans la rue. აღმოვაჩინეს იყო რიტმი ხალხისა, რომელიც დადის ქუჩაში. Les gens s'arrêtent, ils rencontrent ხალხი ჩერდება, ერთმანეთს ესაუბრება, კაფეში შედიან, რაღაც სიგარეტს მოწევენ. Eman გამოოგნა, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული არის ეს სამყარო. რომ ევროპაში არის სულ სხვანაირად, ლონდონში, პარიზში, სწრაფია, როგორც კინოში ყველაფერი სწრაფად იცვლება. უნდა იმუშაო რაღაც. და აქ კიდე აი სიამოვნებას იღებენ ცხოვრებისგან, ყოველდღიურობისგან. ქუჩაში მეგობარი რო შეხვდები და ელაპარაკები, გაჩერდები. და აი ეს ქართული მხარე პრინციპში ძალიან ჩემი არის, იმიტომ რომ მეც ასეთი ვარ. სისხლში მაქვს მე მგონი. ეტყობა ბავშვობიდან მაქვს ეს. აბსოლუტურად არ მესმის ქართული. მაგრამ ადამიანური სითბო ბუნებრივად ვიგრძენი ქართველების მიმართ. ჩემზე ამბობენ, რომ მე ქართველი ვიტვჭამ, მე ვჭამ ძალიან ბევრს. და აი საათების განმავლობაში შემიძლია სუფრასთან ვიყო, ეს სადღეგრძელოები და დიდი წვეულებები მიყვარს ძალიან. ანუ მაქვს რაღაც საერთო. ძალიან უცნაურია, შეიძლება არც უნდა ვთქვა ეს ტელევიზიისთვის, მაგრამ პირველად რუსეთში ვიყავი შარშან. პირველად. ფესტივალი იყო ვოლოგდაში. პატარა ქალაქი არის. მდინარე ვოლოგდაზე. ძალიან მოწყენილი რაღაცნაირი. პირქუში ადგილია და აბსოლუტურად არ მომეწონა რუსეთი. და ყველა მეკითხება იმიტომ ხوارა რომ შენ ხარ ქართველიო და არა იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ტოლსტოი, ჩეხოვი, მაგრამ არ მომეწონა ეს გარემო. შესანიშნავი ხელოვანები არიან რუსები, მაგრამ აი გარემო რომელიც არის მოსკოვში ან პეტერბურგში, იქ არ არის ადამიანური სითბო. პოლიტიკური თვალსაზრისით არ ვამბობ, მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით ვამბობ. მე არ ვიცნობ კარგად საქართველოს, მაგრამ Tbilisi ვიცი. აქ არის დასავლეთი ხდება აღმოსავლეთ და აი ყველა უცხოელი რომელიც აქ ჩამოდის ამას გრძნობს რომ ეს არის ევროპული ადგილი სადაც ძალიან ბევრია აღმოსავლური და ეს ადამიანური სითბო ყველასთვის საკნობია. მე რა მინდა ვთქვა ჯერ ერთი მინდა ვთქვა მისი წინაპრის შესახებ რომ გენერალი კვინიტაძე იყო არა მარტო იმ ეპოქის შვილი რომელშიც ცხოვრობდა არამედ მე მგონი ვფიქრობ რომ მთელი ჩვენი საქართველოს სამხედრო ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ქართული სამხედრო ხელოვნების და თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიის. ქართველებს სამწუხაროდ ეგონათ რომ დამოუკიდებლობასთან ერთად მოდის თავისუფლება. და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ანუ ქალბატონი მარიამის პაპის გზას თავისუფლებისათვის. რაც ქალბატონმა მარიამმა აღნიშნა, ძალიან მენიშნა მე და ძალიან სწორი დაკვირვება აქვს
მასთან დაკავშირებით, რომ ქართველებს ცალიათ ერთმანეთისთვის. განსაკუთრებული დამოკიდებულება. ოღონდ ერთს დავამატებდი, რომ ქართველებს ცალიათ, მართლაც ცალიათ ერთმანეთისთვის, როგორც სამეგობროთ, ისევე სამტროთ. ოღონდ ხშირად მარტო ერთმანეთისთვის ცალიათ და საქმისთვის ვეღარ იცლის ხოლმე ეს ხალხი, ჩვენ ვერ ვიცით ხოლმე საქმისთვის უბრალოდ იმდენად გვინდა ერთმანეთთან ურთიერთობა. კეთილია ეს ურთიერთობა თუ გამძაფრებული, სხვა მხრივ ყოველ შემთხვევაში ერთმანეთისთვის გვცალია. მაგრამ ხიბლიც ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობაში დევს ადამიანის ცხოვრების. საინტერესოა ახლა ევროპას ასე თუ ისე ევროპულ ყოფას ვიცნობთ, მაგრამ ფილმისთვის რამდენად ცალიათ იქ მაყურებელს, თუ რეჟისორს ბუნებრივია ცალია ფილმისთვის. საინტერესოა რაზე არის თბილისის ფესტივალზე ჩამოტანილი ფილმი და რამდენად ცალია ევროპელ მაყურებელს კინოსთვის. D'abord, aujourd'hui, რასაკვირველია ინტერნეტმა კინო მოკლა სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი დადის ევროპაში კინოში. თუკი ეს არ არის ჯეიმს ბონდი და რაღაც ექშენ კინოები, აი ხელოვნება კინო, ანუ საავტორო კინო, რომელიც არსებობს ისევ ისე, მაგრამ ძალიან ევროპაში არსებობს, მაგრამ უჭირს გადარჩენა პრინციპში. მართლა უჭირს რომ გადარჩეს. C'est très triste. ძალიან საწყენია, იმიტომ რომ le public est conditionné par le film facile, les grands films d'action. მაყურებელი შეეჩვია ადვილ ფილმს. Je vis à Londres. მაგრამ მე ვცხოვრობ ლონდონში, რომელიც არის სოფლიოში უდიდესი თეატრალური ქალაქი და იქ ნამდვილად არის მაყურებელი თეატრისა. მე ისევე დავდივარ თეატრში, როგორც კინოში ვივლედი პრინციპში 4-5 ჯერ თვეში დავდივარ თეატრში. და ფილმებსაც უყურებ, იმიტომ რომ გათხოვილი ვარ კინოხელოვანზე. კერძო ჩვენებებზე დავდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე არის ოსკარის კომისიაში, ამიტომ ყოველ წელიწადს არის აი კომისიის წევრებისთვის, ოსკარის აკადემიკოსებისთვის არის კერძო ჩვენებები და ამიტომ ფილმებს უყურებ იქამდე სანამ ისინი გამოვა. არის ბევრი საინტერესო ფილმი, რასაკვირველია. იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ამბავი. სულ ერთია რა ფორმით იქნება, ეს იქნება თეატრი, კინო თუ პოეზია, მე მიყვარს ამბავი, ანუ მონათხრობი. ხალხის შესახებ ამბები მიყვარს. და ეხლა უკვე დოკუმენტურმა ფილმმა აიღო, მე მგონი პირველობა ამ თვალსაზრისით. ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე ეხლანდელი კინო. იმიტომ რომ დამოუკიდებელი ფილმი ხელოვნების თვალსაზრისით სულ უფრო და უფრო ნაკლებია და დოკუმენტური ფილმები სულ უფრო და უფრო მეტია საინტერესო. და რომ უპასუხო შენ კითხვას, ანუ არის თუ არა ისე მაყურებელი ისეთი კინოსი, რომელიც მე და შენ გვიყვარს, ეს სულ უფრო და უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ ძალიან ძვირია და დისტრიბუტორებს ეზარებათ ესეთი ფილმების გავრცელება, იმიტომ რომ ეს ძვირია. ანუ უნდა იპოვო ინტერნეტში, რაღაც უნდა ეძებო. მე ყოველთვის გული ვიქნები კინოსი, იმიტომ რომ ეს ხელოვნება, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მაგრამ დოკუმენტური ფილმი რო აღმოვაჩინე მას შემდეგ, რაც მე თვითონ ვიყავი პროდიუსერი რამოდენიმე ფილმის და რამოდენიმე ფილმის პროდიუსერი რო ვიყავი, ვერ მოახერხე ვერც ერთი მათგანის ბოლომდე მიყვანა. სულ რაღაც პრობლემა ჩნდებოდა, ან ფული არ იყო, ან რაღაც სხვა არ იყო. და დოკუმენტურ ფილმზე ბევრად უფრო ნაკლები სახსრებით შეიძლება ბევრად უფრო საინტერესო რაღაცების გაკეთება. ერთი დოკუმენტალისტი არის, ეროლ მორისი ქვია, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი დოკუმენტალისტი არის, ამერიკელი. და ვერნერ ჰერცოგი იყო მისი მასწავლებელი. და ერთხელ აი ამ მასწავლებელმა უთხრა მოწაფეს, წადი გადაიღე ფილმი და მე ვთქვა არა მაქვს ფული და ვერ გადავიღებ ვერაფერს. და იმან უთხრაო რომ შენ არ გჭირდება ფული იმისთვის რომ გადაიღო ფილმი. წადი იშოვე სადმე კამერა და წადი გადაიღე ფილმი და თუ ფილმს გადაიღებო მე გავიხდი ამ ფეხსაცმელს, მოვხარშავ და შევჭამო.
რომ დაგიმტკიცო რომ შენ შეგიძლია ფილმის გადაღება. და Errol Morris წავიდა თავის იშოვა სადღაც კამერა და მართლა გადაიღო თავისი პირველი დოკუმენტური ფილმი. ამ ამბავთან დაკავშირებით გადაღებული ერთი დოკუმენტური ფილმი და იქ არის ეს კადრები სწორედ როგორ იხდის ფეხსაცმელს ბერნარ ჰერცოგი ხარშავს თავის ფეხსაცმელს და ჭამს რომ დაემტკიცებინა თავისი მოსწავლისთვის რომ შეიძლება რომ ფილმი გადაიღო ფულის გარეშე. მას შემდეგ ძალიან დიდ რეჟისორად იქცა. ეს მოსწავლე, ეს უბრალოდ ისეთი ამბავია რომ მოგიყვანს. მაგრამ აი კინო ხელოვნება ნელ-ნელა ხდება. ინტერნეტი, ტელევიზია. ანუ ის კინო რომელიც ჩვენ გვიყვარს, დამოუკიდებელი ფილმი, საავტორო კინო. მას ნამდვილად გაუჭირდება რომ გადარჩეს. ხო, ეს არის ძალიან პრობლემატური დღეს თელმსოფლიოსთვის. თქვენამდე ჩვენი სტუმარი იყო ძალიან დიდი უნგრელი რეჟისორი ისტვან საბო და ბატონი ელდარ შენგელაია და ზუსტად ამაზე საუბრობდნენ რომ ამ ინტერნეტმა და ამ კომპიუტერულმა ქსელმა რაღაცამ ძალიან წაიღო მაყურებელი და პრობლემაა ეს, მაგრამ მე მინდა დაგარწმუნო, რომ ხელოვნებაში იმდენად ძლიერი მარცვალია ნამდვილ ხელოვნებაში, რომ შეიძლება დიდი ხნის მანძილზე ეს პრობლემატური იყოს, მაგრამ ის აუცილებლად მობრუნდება, იმიტომ რომ ეს მოთხოვნილება თვითონ ადამიანშია, ნორმალურის და ბუნებრივის. მე ვფიქრობ, რომ მოვა დრო, როცა ადამიანი დაუბრუნდება იმ ნამდვილ საწყისებს ცხოვრებაში და ხელოვნებაში, იმ ბუნებრიობას, საიდანაც გაჩნდა ეს მოთხოვნილება საერთოდ რა. აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს ხა მარიამს იცნობს უყველა როგორც მსახიობს, ჩვენ ვიცით მისი ფილმები, მაგრამ მაინტერესებს იმ ფილმზე ვილაპარაკოთ, რომელიცაც ჩამოვიდა, იმიტომ როგორც ვიცი ძალიან საინტერესო თემატიკაა. ძალიან ღრმა და ძალიან საინტერესო მიგნებაა, რომ ამ თემით დაკავდე დოკუმენტალურ კინოში და ადამიანებს მიცეს საშუალება ეზიარონ იმ პრობლემატიკას იმ მხრიდან როგორც მარიამ ითვლის თავის ფილმით და ცოტა რო ვისაუბროთ თვითონ საიდან მოგივიდათ ეს იდეა და თვითონ რისთვის არის ეს თქვენი ფილმი? J'ai produit donc 3 documentaires. მე საერთოდ სამი ფილმის პროდიუსერი ვიყავი, მაგრამ სამივეში ვიყავი იმიტომ პროდიუსერი და მინდოდა ამ ამბების მოყოლა. პირველი იყო ძალიან მსუბუქი, ანუ მე ხო ვიყავი James Bond girl. და მინდოდა ამის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება, როგორი არის ქალის თვალსაზრისი, როგორ იცვლება ქალი ერთი ბონდიდან მეორეში. და მეორე ფილმი იყო, რომელიც 3 წლის წინ ჩამოვიდა სწორედ თბილისში იმ ფილმით. En Amérique s'appelle Barbara Koppel. Barbara Koppelთან ერთად გადავიღე ეს ფილმი. Qui était une grande correspondante de guerre qui a été tuée en Syrie. ამ ფილმში საუბარი არის დიდ ომის კორესპონდენტ ქალბატონზე, რომელიც იყო ჟურნალისტი, რომელიც დაიღუპა სირიაში. და ამ ფილმში მინდოდა მეჩვენებინა მისი თვალსაზრისი, როგორია იყო ქალი კორესპონდენტი ომში. და ეს მესამე დოკუმენტური ფილმი ისევ ჩემი პირადი ამბავი არის. მე მქონდა ტვინში სისხლის ჩაქცევა. J'ai la chance d'être ici pour raconter l'histoire. ძალიან გამიმართლა რომ ამ ამბის მოყოლა შემიძლია, იმიტომ რომ ტექნიკურად მე აღარ უნდა ვიყო ცოცხალი. 3 დღის განმავლობაში ძალიან ბევრი სისხლი იყო ჩაქცეული ჩემ ტვინში. წესით უნდა ვიყო ეტლში და ცოტა უნდა მიჭირდეს საუბარიც და საერთოდ აზროვნებაც. ძალიან გამიმართლა ნამდვილად. ჩემმა ქირურგმა მითხრა კიდეს რომ ქართველი რო ხარ, იმიტომ გადარჩითო, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ტვინი გაქვთ. Au moins pour me remettre. ყველაზე ცოტა წელიწად ნახევარი დამჭირდა იმისთვის რომ faire marcher tout parce que j'avais perdu 10 kilos, j'étais très faible. თავიდან დამეწყო ცხოვრება, 10 კილო დაკლებული მქონდა, კარგად ვერ ვაზროვნებდი. და როდესაც გამოდიხარ აი ესეთი ძლიერი მდგომარეობიდან, ანუ ოპერაციიდან, ან გულის, ან ტვინის შეტევის შემდეგ. ძალიან ბევრი დრო მიდის იმაზე, რომ დაუბრუნდე ცხოვრებას და ეგზისტენციური დიდი პრობლემები წამოიწევა ხოლმე წინაპლანზე, იმიტომ რომ ძალიან გიჭირს შეუერთდე თავიდან ცხოვრების რიტმს. აღარ გესმის რაღაცეები.
და ძალიან ბევრი წიგნი წავიკითხე დიდი ნევროლოგების დაწერილი, დიდი მეცნიერების. Toutes les personnes que j'entendais და სადაც კი გავიგებდი რომ ვიღაცას ჰქონდა აი ტვინის იგივე პრობლემა რაც მე მინდოდა ყველასი მათი ნახვა და აი გამოკითხვა და მე ვიფიქრე რომ ეს უნდა მოუყვე ყველაფერი იმიტომ ძალიან საინტერესოა როგორ აღდგება ტვინი ესეთი დარტყმის შემდეგ საერთოდ ადამიანის ტვინი ძალიან საინტერესო რამე არის il y a une vie au film et j'étais tellement obsédée à voir cette histoire მე ჩავდე მთელი ჩემი ცხოვრება პრინციპში. და ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ აი მიდი არ გინდა ფული შენ თვითონ გადაიღე მიდი. დავიწყე ამაზე ფიქრიო. ჩემი მეგობარი არის რომელიც არის ოპერატორი და დავიწყეთ გადაღება. და უცბად ცხოვრება წავიდა ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად. და ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა იმიტომ რომ ის გავდა სცენებს. ანუ საფუძველი პრინციპში იმან ჩაუდო ამ ყველაფერს ჩაუყარა. ძალიან პირადული ფილმია, მაგრამ ჩვენ თვითონ დავაფინანსეთ და 3 წლის განმავლობაში ვაკეთებდით ამ ფილმს. ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. ჩვენ ქმარსაც ძალიან დაეხმარა ეს იმიტომ რომ ეს იყო მისი გამოცდილებაც როგორ მიყურებდა მე თითქმის მკვდარს, როგორ დაუბრუნდი ცხოვრებისკენ. და მასაც სჭირდებოდა ამ ფილმის გაკეთება პრინციპში. ანუ ეს ფილმი არ გაკეთებულა იმისთვის, რომ ვიღაცა რაღაცას გადაგვიხდიდა. ან შემოსავალი გვექნებოდა. არასოდეს არ მიმუშავია მე შემოსავლისათვის. პროდიუსერი როცა ვიყავი, მაშინაც ანუ მოგებისთვის არ ვიყავი არც პროდიუსერი. არასოდეს არავინ არ მოსულა ჩემთან და არ ვთქვია, რომ აი გინდა იყავი ამის პროდიუსერი და მე ფულს მოგცემ. არა, ყოველთვის იყო აი მოსაყოლი ამბავი ყოველთვის მქონდა ხოლმე და ამაზე ვიღებდი ფილმებს. Que j'ai produit comme celui que j'ai fait là avec Hugh, mon mari. აი Hugh-სთან ერთად ეს ფილმი რომელიც გავაკეთე ეს დოკუმენტური. ადრინდელი დოკუმენტური ფილმები იყო იდეები რომელიც მე გამიჩნდა და მე ისინი მიყიდეთ ტელევიზიას და რაღაცა მოდელს მივყვებოდით, რაღაცა გეგმას. და აი ეს დოკუმენტური რომელიც ახლა გადავიღეთ ანუ ჩვენი პირადი ამის გაყიდვა ძალიან გვიჭირს გაგვიმართლა რომ BBC-მ ინგლისის კარგმა აქვს ნამდვილად აიღო ეს ფილმი 70 წუთამდე შევამცირეთ მაგრამ ძალიან ძნელი არის ამ ფილმის გაყიდვა იმიტომ რომ მოდელს არ შეესაბამება ანუ იმ ფორმას რომელიც არის 1 საათი On coupe beaucoup de l'histoire. თუ კი 10 წუთი მაინც მოაკელი ფილმს. On a beaucoup d'obstacles. ამბავი იკარგება. ძალიან ძნელი არის. En fait რომ შეესაბამებოდე იმ ფორმას, იმიტომ რომ ადრე შეიძლებოდა გადაგეღო ფილმი როგორც გინდა, რამდენი ხანის გინდა, იმდენი გაგრძელდებოდა. სადაც რაღაც წესები გაწერილი არ იყო ესეთი ზუსტი. თუ კი გინდა რომ გაყიდო ეს ფილმი, უნდა იყოს აუცილებლად რაღაცა სტანდარტ შეესაბამებოდეს. ძალიან რთული და ძალიან დიდი წუხილი და გულის ტკივილია და ჩემთვისაც პრინციპში. იმიტომ რომ ძალიან დამოკიდებული ვარ. ბაზარზე. ოტერიო სებიანი. რომელსაც ჩვენ ყველანი ვიცნობთ. აი ამ ბოლო ფილმში არის პატარა მის ბოლო ფილმში არის პატარა მონაკვეთი, სადაც ყვება რომ აი ახალგაზრდა როცა ვიყავიო და ანუ საბჭოთა რეჟიმის ქვეშ ძალიან რთული იყო რეჟიმი აწვებოდა და ამიტომ ძალიან რთული იყო ფილმების გადაღება და ბედნიერი იყო რომ ჩავიდა პარიზში და როგორც მინდა რეჟიმი აღარ იქნება გადავიღებ რაც მინდა მაგრამ კიდევ უარესი აღმოჩნდა იმიტომ რომ უნდა მოსწონებოდა ყველა პროდიუსერს რომელიც მას ფულს აძლევდა ისეთი ტემპია ცხოვრების, ისეთი ეპოქაა ახლა. თანამედროვე კომუნიკაციების, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარდა, რომ ხელოვნების ადგილი ადამიანის ცხოვრებაში სულ უფრო მცირდება. და ეს არეალი, რაც უნდა ხელოვნებამ დაიჭიროს, უფრო და უფრო ნაკლებად ცალია უკვე ადამიანს ამ ტემპის გამო და ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთის ადგილი მცირდება ადამიანის სულში ამ ეპოქის გამო. მაგრამ არსებობს ცივილიზაცია და კულტურა, ცივილიზაცია ჯვარცმა ხდება კულტურის, როგორც იესოსა და რომს შორის, მაგრამ მოსდევს აღდგომა და ამის იმედი გვაქვს ჩვენ.
რა თქმა უნდა. ჯვარცმას მოსდევს აღდგომა. ახალი რაღაცა იდეა ხო არ გასვენებს, რომელიც ჩვენ შემოქმედებების გეგმებში მომავალში გაგდაგეგმილი. Je crois que en tant qu'artiste, on a des ხელოვანი და ალბათ nouvelles et ensuite on a besoin de ყველა ხელოვანს აქვს ესეთი მომენტი, როცა რაღაც შექმენი და მე უნდა დაისვენო. აი ახლა სწორედ იმ მომენტში ვარ, როცა ამ წელს ძალიან ბევრი პატარა ფილმი ვითამაშე ინგლისში, ექსცენტრიული პერსონაჟები. Et j'ai remonté le documentaire sur და თავიდან გადავაკეთე ცოტა ეს ბონდ გოგოენებზე გაკეთებული ფილმი. მაქვს გეგმები. créativement en tant que productrice. როგორც პროდიუსერს მინდა რამოდენიმე პროექტი მაქვს რომ გავაკეთო. მაგრამ ეხლა რაღაც იმედგაცრუების მომენტში ვარ. ამიტომ ცოტა დავისვენებ. ვფიქრობ რომ დავიტენო თავიდან. J'ai beaucoup d'obstacles en ce moment. ძალიან ბევრი წინაღობა შემხვდა და ცოტა აი რაღაც იმედგაცრუებული და დაღლილი ვარ. ამიტომ ახლა დავიცდი. J'ai des idées, bien sûr. მაგრამ იდეები ბევრი მაქვს ესა. Il faut toujours avoir des idées. On ne peut pas vivre sans rêve. Les rêves nous font vivre. Et une fois que nos rêves არ შეიძლება რო არ გქონდეს. Il n'y a plus rien. ოცნებები თუ არ აქვს, მაშინ მორჩა ცხოვრება. Le problème aujourd'hui dans le monde dans lequel on vit. დღევანდელ სამყაროში ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება ძალიან მარტივი რამეს ვამბობ, მაგრამ ხალხს არ აქვს იმედი. ახალგაზრდებს განსაკუთრებით არ აქვს იმედი. ამიტომ არის ამდენი სისასტიკე, ამდენი ომი. იმიტომ რომ ხალხს აღარ აქვს იმედი. ჩემ დოკუმენტურ ფილმში საუბარი არის შემოქმედებით გონებაზე. ანუ twinში არის დიდი მონაკვეთი, რომელიც სწორედ შემოქმედებით ადგილს უკავია. შემოქმედებით ამბავს უკავია. Que ce soit en mathématiques, que ce soit, mais c'est pas besoin d'être un poète. არ არის აუცილებელი იყო პოეტი ან მსახიობი ან კინოხელოვანი ან მხატვარი, შეიძლება მათემატიკოსი იყოს. ანუ შემოქმედება აცოცხლებს ადამიანს. მე მაქვს ბევრი აზრი რასაკვირველია, მაგრამ არ საუბრობ ამაზე, იმიტომ რომ ხშირად მომავალ იდეებზე ილაპარაკებ და მე არაფერი აღარ გამოდის. ამიტომ ვისწავლეთ ჩუმად ყოფნა. J'ai joué des personnages en Angleterre dans des films. ანუ ინგლისში ვითამაშე უცნაური გოგოების როლები. Des personnages beaucoup plus âgés que moi, un peu. ბევრად ჩემზე უფროსი პერსონაჟები განასახიერე. Et l'année prochaine, je me lance dans d'autres projets, mais je peux pas en parler. J'aimerais მაქვს რაღაც პროექტები, მაგრამ არ ვილაპარაკ. მაქვს ერთი პროექტი საქართველოსთან დაკავშირებითაც, მაგრამ on verra. Okay. მე მინდა კიდე ერთხელ მადლობა უთხრა მარიამს რომ გვესტუმრა ჩვენთან სახლში, ჩვენ სტუდიაში. ხო, არ აქვს სურვილი რამე უთხრას თვითონ ქართულ მაყურებელს. Oh, je crois que ce qui me touche sur Géorgie, en fait, je crois que la Géorgie est protégée par ძალიან რაც მომწონს საქართველოს შესაძლოა რომ მე მგონი კავკასიონი თქვენ გიცავთ და ეს ზღვა, ანუ თქვენი პოეზია, თქვენი თვითყოფობა, თქვენი პიროვნებები, თქვენი მთელი კულტურა და თქვენი ოცნებები დაცული არის ამ კავკასიონში. თქვენ მოახერხეთ და გადაარჩინეთ ყველაფერი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. მე მგონი ქართული ტემპერამენტი, რომელიც შესანიშნავია და ეს იმედი, რომელიც გაქვთ, აუცილებელია. ყველს უნდა გქონდეთ იმედი, ოცნება და სიყვარული. La passion, les Georgiens sont les passionnés. და გატაცება რასაკვირველია. დღეს ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.